თქვენი ბრალდების მიხედვით რას მიდავებით ამ შემთხვევაში იმაზე რა ქვია ჯგუფურობაზე მე რა ვილაპარაკებ ანუ აი კონკრეტულად რას მიდავებით ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა ეგ არის გაუგებარი ეს ერთი ეხლა მეორე ჯგუფურობასო არ ჭირდებაო ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო ესეც არ ვიცი რაღაც ახალი გამოგონება თუ არის არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გყავდეს ერთმანეთთან და სასამართლოებზე ნახევარი ადამიანები ამ ადამიანების გადასარევი ადამიანების გავიცან პირველ სასამართლოზე ნახევარი მეორე სასამართლოზე პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით იმიტომ რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში თუ 29-ზე არის ლაპარაკი თუ არ ვსტები გურის შემთხვევაში არის პირველ რიცხვზე ლაპარაკი მინდა ვთქვა რომ ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის და იმითი ვართ ჩვენ თავისუფლები რომ აი ამ შიშებს და ასევე ადამიანური არის ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმევა ერთი ცალი ლაზერული დისკი დალოგული ერთ პაკეტად გამოაჩენეს ვიდეო ერთის საქმეს ერთი ცალი ლაზერული დისკი დალოგული ერთ პაკეტად რუსლან სილაკოვის ვიდეო და ერთის საქმეს ერთი ცალი ლაზერული შანსი არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ რაც შეეხება მოლოდინს, სამწუხაროდ მოვლენები იმას მაჩვენებს, რომ დიდად მედიანად ვერ უნდა ვიყოთ. ჩვენ სასამართლოს მე უფრო ცირკს ვეძახი. იმედი არაფრის არ მაქვს. უბრალოდ ბიჭების გამო ვარ მოსული აქ და მინდა რომ ნახონ და დავანახოთ და იგრძნონ რომ მარტო არ არიან ჩვენ ყველა აქ ვართ და არ გავჩერდებით. მოლოდინები არაფერი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აქ ყველაფერი რაც ხდება, ეს მოსამართლე გინდა მოწმეები, ეს ყველაფერი არის უბრალოდ რაღაც სპექტაკლი, აქედან არაფერი არ გამოვა სასიკეთო, მაგრამ სულ არაფრის გაკეთებას და სახში ჯდომას რა თქმა უნდა ჯობია რომ გამოვიდეთ და დავანახოთ ხალხს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს არ ვეთანხმებით, ჩვენ ვიცით რომ ტყვეები არიან უდანაშაულოდ დაკავებულები და უდანაშაულოდ ხედან დღესდღეობით ციხეში. გაფარ ილმაზი, ჩვენებურად თემურ ქათამაძე, 56 წლის, ჟურნალისტი, თარჯიმანი, მოხალისე მკვლევარი. წლებია თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციით არის დაკავებული. პირველად 2025 წლის 11 იანვარს დააგავეს პოლიციელის მოთხოვნის საპასუხოდ დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ხელში საქართველოს დროშით იდგა, რომელსაც ხელს არ უშვებდა. 5 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული იმავე დღესვე დააკავეს. ამჯერად უკვე ბრალად საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნა დასდეს. არადა წლებია უშედეგოდი ბრძვის ბინადრობის მოწმობისთვის თუ მოქალაქეობის მინიჭებისთვის. აუცილებელი გამოცდებით წარმატებით ჩააბარა. ბათუმელი მედროშე უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს და თანამებრძოლების თხოვნის მიუხედავად შეწყვეტას არ აპირებს. ამბობს რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც მას ახლა პროტესტის ნიშნად შეუძლია გააკეთოს. გარეთ ბათუმელები ელოდებიან, მეგობრები, თანამებრძოლები, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები, კიდევ კატა და კნუტები, რომლებიც მისი წყალობით არიან ცოცხლები. ხო, მტრედებიც ელოდებიან თეთრწვერა კაცს, კალათით ხელში მათთვის ყოველდღე საკვები რომ მოაქვს. ამბობს, რომ არაფრის ეშინია, რადგან გარეთ ულამაზესი და ფერადი თაობა იბრძვის, უყვარს ისინი, ენატრება და ზუსტად იცის, რომ არასდროს დანებდებიან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.